ანუ განჯადოებიდან ისე მოჯადოებამდე, მაგრამ ეს მოჯადოება ციფრულია. ჯერად. ხო, ანუ თან ეს თამაშის მომენტში იქ გაწერილია კონკრეტულად, კორიდორულად გაწერილია, რომ წარმატებამდე უნდა მიხვიდე, ანუ სხვა საშუალება არ არის, ანუ დაცული ხარ იმ ფეილების შემთხვევაში, ისე რომ მიაღწევ და აი ცხოვრებაში, ანუ ცვლადები და შესაძლებლობები როგორ დასრულდება კონკრეტულად, რა რეზულტატები დასრულდება შენი სახლიდან გასვლა, აბსოლუტურად არ არის გაწერილი, როგორც არ უნდა მოემზადოთ. ეს ანუ twin-ისთვის სასიამოვნო რეალობა, რომ რუტინულად იყოს რაღაცა მოქმედებები, რომელშიც მომავლის პროგნოზირება შეიძლება, ეს ძალიან დიდი სასტური აღმოჩნდა ადამიანისთვის. და სამწუხაროდ რატომღაც მამაკაცისთვის უფრო მეტად. უფრო მეტად. ალბათ ეს ისე ჩვენს რაღაცა მექანიზმშია, რომელზეც არსებობს რაღაცა ჰიპოთეზები, რომ ჩვენ უფრო მეტად ვართ მიდრეკილი უსულო საგნებთან ინტერაქციისკენ რაღაცა საინჟინრო ჩვენი უნარებიც აი აქედან არის. მაშინ როცა ქალები უფრო მეტად სოციალურები არიან, იმიტომ რომ გამომდინარე ისევ დედობრივი ასე ვთქვათ მექანიზმი მოქმედებს მაშინ და ეს გეიმერობაც რაღაცნაირად უფრო მეტად უკავშირდება თითქოს აი ამ სცენარებს და სტიმულაციებს, რომელსაც უკავშირდება იმ ძველ მექანიზმს, როგორც იყო გამოქვაბულის ადამიანის სანადირო წასვლა. ან რაღაც ქოხის აშენება, თუ ცეცხლის დანთება, თუ რაღაც ამდაგვარი.